სალამი მეგობრებო, დღესაც კალალურთით შეგაწყენთ თავს. ვისაუბრებ ისევ და ისევ ფინეთთან მარცხზე, კიდევ ერთხელ უყურე მოკლედ ამ თამაშს, უკვე დაწნარებულ გულზე, მშვიდად, ემოციების გარეშე, ვაკვირდებოდი. და, პრინციპში ახალი არაფერი, სამი ფაქტორი, მთავარი, რადგან პრინციპში მაშინაც ვისაუბრებ, მაგრამ რამაც განაპირობა მარცხი, ადრეს ვისაუბრე ამაზე. ახლა ჩაურმავდები და დეტალურად ახსნი სად იყო ჩემი აზრით დაშვებული შეცდომები. აქვე ვიტყვი რომ შეცდომებზე რომ საუბრობ კონკრეტულ ამ თამაშზე ლაპარაკი, თორემ მთლიანობაში ნაკრებს ჰქონდა ბრწყინვალე გამოსვლა, ძალიან კარგი ყოველ შემთხვევაში გამოსვლა ევრობასკეტზე, ისტორიული შედეგი დავდეთ, მეოთხედფინალში გავედით, 2 გრანდი დავამარცხეთ სხვათა შორის და ნამდვილად დავამახსოვრეთ თავი თამაშის მხრივ კარგად მაყურებელს და ნამდვილად არ გვაქვს აზრი, რომ პირიქით მადლობის მეტი არაფერი არ გვექვს არც ბიჭებისთვის და არც სამწუთელო შტაბისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, რაც არ უნდა კარგად გამოხვიდე და რაც არ უნდა შორეულ ეტაპზე და რომელ ეტაპზეც არ უნდა განიცადო მარცხი არ გესიამოვნება და არც უნდა გესიამოვნოს და ნებისმიერ დონეზე კონკრეტულ მარცხზე საჭიროა გაანალიზება და რაღაცა შეცდომების აღმოჩენა არა იმიტომ რომ იმეს დააბრალო და რაღაც საყვედური უთხრა, არამედ იმიტომ რომ თუნდაც მომდევნო თამაშებში გაითვალისწინო ესე. მათ შორის სამი მთავარი ფაქტორი იყო მოკლედ მარცხის მიზეზი. ხო, აქვე ვიტყვი რომ ფინეთი იყო ძალიან კარგი გუნდი, არ ვიტყვი და არ ვიქნები მართალი თუ რომ აუცილებლად და მოუგოთ ფინეთისნაირ გუნდს, არ არის ასე. უბრალოდ ესეთი გუნდია, რომელსაც მოგება შეიძლებოდა. ამას რა თქმა უნდა, ამაზე მე მგონი არ ღირს კამათი. ისიც კარგი გუნდი იყო, ჩვენც როგორც ჩვენ რომ მოგვიგო მათთვის, მათაც ექნებოდათ ალბათ რაღაცა ასეთი საუბრები, რომ ისეთი გუნდია, კი კაი გუნდია, მაგრამ შეგვეძლო მოგება, ხო? რატომ წავაგეთ? სამი ფაქტორი იყო მთავარი. პირველი ფაქტორი და რა თქმა უნდა, ამაში არ ვიქნები ორიგინალური, ალბათ ყველა ამას იტყო და სამქულიანი პერიმეტრი ვერ დავიცავით, ანუ სამქულიანებში დაგპომპეს. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არ როგორც პირველი, მაგრამ ესეც ძალიან ასე ვთქვათ, ბაგვიანებდით ჩასვლას დაცვაში და ის შორი პასი პირველი შეტევით იღებდნენ ძალიან ბევრ ქულებს და ძალიან ბევრ პრობლემებს გვიქნიდნენ. ანუ ბურთი ჩაიგდო იმ გუნდმა, არ აქვს შობა ჩაუგდეს თუ მოხსნეს და ერთი პასი კეთდება, ვიღაცა გარბის და ერთი პასი კეთდება მასზე. და ეს მუშაობდა წეს თავან მაღალ დონეზე არ უნდა იმუშაოს, მაღალი დონის კალაპში, თუმცა ეს არის ეგრეთ წოდებული ჭადრაკში რო იტყვიან საბავშვო შამართი, სადაც პირველი ასე ბავშვთა კალაპში კი ესე შეიძლება იმუშაოს და შეიძლება მუშაოს და მაღალ დონეზე წესით ამან პრობლემა არ უნდა შეიქმნას. მესამე ფაქტორი, რამაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ეს არის კამარ ბოლდუინი. აქვე ვიტყვი რომ არავითარ საყვედური კამარ ბოლდუინს, პირიქით კამარ ბოლდუინის ნამდვილად მონაწილეა იმ წარმატებისა, რაც ნაკრებმა გააკეთა და ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მან ამ წარმატებაში. უბრალოდ ვაღიარებ რომ ეს თამაში კამარ ბოლდუინს ჩააგდო, თან ჩააგდო ისე რომ მე მაშინაც ვიტყვი, ახლაც ვფიქრობ რომ მე არ ვიცი, კამარ ბოლდუინის მთელ კარიერას არ ვიცი, ყველა თამაში მისი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ რაც კალადბურთელია, პროფესიონალი კამარ ბოლდუინი, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ცუდი თამაში მას არ ქონოდა, იმიტომ რომ მართლა სასწაული იყო. მე ვფიქრობ, ამას რაღაც მიზეზი ქონდა, რაღაც კამარ ბოლდუინი მოიჩვენებოდა, რომ იყო ალბათ რაღაც ან სისხლი ქონდა, ან ვირუსი ქონდა რაღაც, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, უბრალოდ კი არ აცელდა, რომ მიზანი კი არ ქონდა უბრალოდ გაფში. უბრალოდ ყველა ნასროლი მიდიოდა მოკლე. ანუ თითქოს ზალა არ ყოფნისო რა, აი ჩვეულ ზალა როგორ არ ყოფნის, ახლა თუ მოიდობა იმასაც გადააცილებს, მაგრამ ჩვეულებრივად როგორც მისი მაჯა იყო მიჩვეული, ჩვეულებრივზე მოკლედ მიდიოდა ბურთი. ანუ თითქოს ვერ საკმარის ზალას ვერ აძლევდა ტყორცნას და პლუს კიდე სხვა შორის ამას შეიძლება ბევრი არ მიაქცია ყურადღება, დაცვაში ეთყობოდა კამარს, რაღაც ჩამქრალი იყო და უენერგიო. ფინელები ძალიან ხშირად თამაშობდნენ პიკ-ენ-როლის ნაცვლად პიკ-ენ-პაპს, ბუნებრივია, პერიმეტრზე ქონდათ აქცენტი, ანუ ბლოკის შემდეგ სკრინის დამყენებელი ადიოდა პერიმეტრზე და არა შიგნით. ისე და პასი გადიოდა მასზე. ამ დროს რა თქმა უნდა, მცველები ერთმანეთს ცვლიან, ან გადადიან თუ ასწრებენ დარჩენას თავიანთ მეორეებთან, ან თუ არა და ხდება გაცვლა. ამ გაცვლის შემდეგ ბოლდუინი როგორც წესი აგვიანებდა ასვლას ან პერიმეტრზე ასე ვთქვათ, ასულ იმასთან მოთამაშესთან და რამოდენიმე ეპიზოდი იყო, ვერ ასწრებდა, ძალიან გვიან მიდიოდა, რაც იმას აძლევდა დროს, რომ კარგად დაემიზნებინა და ესულა. ესეც უფრო ამ ენერგიის ნაკლებობას დავაბრალებდი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კამარს რაც იცავ ადამიანია და
რაღაცა მიზეზების გამო ასე დაემართა, ამას ვერავინ ვერაფერს ვერ უზავდა, ვერც გუნდი და ვერც მთელი ახლა ვერ შეშტებით, თუმცა ბოლდვინი ისეთ პოზიციაზე, ნუ არ გვაქვს შემცვლელი რა, ხა პირველი ნომერი ძალიან მოწყვლადი პოზიცია ჩვენი ნაკრებისთვის და ბოლდვინს ვერავინ ვერ შეცვლილა, ანუ ავად იყო თუ ცუდად იყო თუ როგორც იყო, უნდა ეთამაშა ბოლდვინს და ითამაშა რაკნას იმ კაცმა, ნუ ხო, ეს ისეთი ფაქტორია, რომელსაც ვერაფერს ვერ უზავდით, ამის თქმა მინდა და ვის შეცვლა ჩვენ არ შეგვეძლო. მაგრამ სამაგიეროდ შეგვეძლო შეცვლა იმ პირველი ორი ფაქტორისა, რაზეც დავიწყე, სადაც იყო დაშვებული შეცდომები. სამკულიანებს დაუბრუნდეთ. ყველა ამბობს, რომ ძალიან მაგრად წავიდათ, მოაქვს ბოლო პროცენტები, იცი რა, ბოლო პროცენტები არ არის სწორი, ასეთ თამაში რო შევადაროთ, იმიტომ რომ ბოლო პროცენტები სწორია, როცა თანაბარი თამაშია, ბოლო წუთამდე ასე, ბოლომდე არის კულა-კულაზე და ყველაც გააზრებულ შეტევებს აკეთებს. როდესაც ასეთი თამაშია, როცა ბოლოსკენ უკვე, ასე ვთქვათ, მოიშალა ერთი გუნდი, მეორე გუნდმა იცის, რომ მოგებულია და უკვე წყნარად თამაშობს, ისვრის მარტო სწორ, გამზადებულ, სასროლ სამიანეებს გუნდი რომელიც მარცხდება, ცდილობს სასწაული მოახდინოს, იმიტომ რომ ხდება რომ სასწაულს გადააფერა შვილის ბუნებრივია ისვრის ძალიან რთულს როლებს, ავანტურულს, არასწორს შემთხვევაში და ცხადია კიდევ უფრო უფუჭდება პროცენტი. ამიტომ საბოლოო პროცენტების შედარება ამიტომ არ არის სწორი. ზოგადად ეს პროცენტები შევადაროთ ცდილობაში. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ პირველი 5 წუთის როდესაც გავიდა თამაშიდან, სამკულიანებში ფინელებს ჯობდით ჩვენ. ჩვენ გქონდა ჩაგდებული 3 ცდელობიდან 2, ფინელებსაც ჩაგდებული ჰქონდათ 2, მაგრამ ცდელობა ჰქონდათ 4 თუ 5 მეტი. ანუ პროცენტი ჩვენ უკეთესი ჰქონდა, რაოდენობით ერთად ჰქონდა ჩაგდებული. იმიტომ რომ ხულა 10 ვაგებდით მაგ დროისთვის. მაგრამ პრობლემა ზუსტად ეგ იყო, რომ ამდენი ჰქონდათ მათ ნასროლი. თუ გასვოთ ჩემი წინა ვიდეო, წინა არა, იმის წინა, აი საფრანგეთთან თამაშის შემდეგ ფინეთს სანამ შევხვდებოდით. მე ვსაუბრობდი ფინელებს არ უნდა მისცეს საშუალო იგრძნონ მაჯა. საერთოდ თავიდანვე უნდა დავაჯდეთ ხელზე, არ უნდა ვასროლინოთ. პირველი 3 სროლა ფინელებმა, პირველი 3 სროლა ჩვენთან თამაში. გაკეთეს აბსოლუტურად ცარიელი, თავის აიძულეს რომ მიიღო, დაუმიზდა, მოამზადა, კარგად ისე რომ არავინ არ მივიდა, გაუშვა. და პირველი 3 სროლიდან სწორედ მარტო ერთი ჩაგდეს. ასეთ სროლებში 3-დან 1 ჩაგდება არის ძალიან ცუდი შედეგი სხვაჯერს. ჩვენ რომ საბოლოო ჯამში რომ პროცენტებს უყურებთ, იქ პროცენტებში შედის იქ ცუდი სროლების, ხელიდან სროლებიც, რაღაც გადაგდებების და ყველაფერი და ასე ითვლება ის პროცენტი, მაგრამ ასეთ სროლებში რაც ჩვენ პირველი 3 ვასრულებთ. საერთოდ ფინეთის ნაკრები გამიკვირდა რომ 3-დან 3 ჩაგდეს. ხო და ზუსტად ეს არის, რომ აი აუცილებლად ამდენს თუ ასრულებ, აუცილებლად გაისწორებს მაჯას. ესეთი გუნდით. აუცილებლად ზუსტად ეგ არის, არ უნდა ესროლათ ამდენი. მე ვახსენებ, რომ ჯარიმის აღებაც შეიძლება ეს ისეთი თამაშია, სადაც 3 სროლიანი ჯარიმის აღებას ნება და თუ თავია ჩაარტყი ხელში. ნუ მიცემ საშუალებას რომ გაისწოროს და იგრძნოს ფარი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი ახლა გავიხსენოთ სასუსანის პირველი სამკუთხედი. სულ პირველი თითქოს რთული ჩავდა, მოირბინა, ჯერ ის სალინისთვის ეს რთული არ არის. სალინი მოძრაობიდან ეს კეჩენ შუტი მოძრაობაში ამას აკეთებს სულ, ეს არის მისი საქმე. და იქ რატი რომ მისდეს თუ აქვს კი მიწებებულია თითქოს, მაგრამ ხელები ექვემოთ. აი თავარი. აი ესე უნდა აფარო სახეზე და ზემოთ. რაც პირდაპირ უშლის, ჯერ ერთი ხელსაც უშლის, ხეცნობიერას, გზნობ რო ის ხელი გიშლი და მე თვალებში მხედველობასაც გიფუჭებს. ყოველთვის უნდა იყოს ხელი ზემოთ. ეს მე არ მგონი ეს მარტო რატის პრობლემა. ეს მე ვფიქრობ ამაზე არ იყო წინასწარ ძალიან ბევრი საუბარი. აი ესე უნდა ეთამაშო ფინელებს. იმიტომ რომ იგივე რა გქონდა მაქსულმა რომ ჩაუგდო ორჯერ ზედიზედ ოჩიხიძე ზუსტად იგივე იყო. ოჩი თითქოს ახლოს არის, თითქოს ის ხელები ქვემოთ. აი თითქოს შესვლას რო არ შევიდეს. ეს იყო ზუსტად შესვლა, იქაც იყო საჭირო ზემოთ. ახლოს თუნდაც ჯარიმა იყოს, არა უშვებს ჯერ ეს ბენჩის მოთამაშეებს. არ ვასრულებთ, ჯარიმებით მაინც დაიტვირთო, თქო ეს ლიდერები რო იტვირთებიან. მიეც საშუალება რომ გამოუშვებს ხისტად ეთამაში ჯარიმა იღე, არა უშვებს, თავი არ იგზნოს, გააწამე, გაამწარე, ატკინე ხარ გაგიკვირდეთ ეს კალაბურში მიღებულია ხელში რო ურტყავ ისე უნდა ჩაარტყარო ცოტა ის ხელი გაუფუშდეს ესეც არის ერთ-ერთი ამის მოგლეთ ხო და ესეც მე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში ამაზე არ იყო ნამუშევარი ჩვეულებრივად ისე გავედით როგორც საფრანგეთთან და ესპანეთთან ისინი სულ სხვა კალაბურს თამაშობენ საფრანგეთი ესპანეთი თამაშობენ გარედან შიგნით შესვლით გარედან შიგნით ანუ უბრალოდ ბურთის გადაგდება კი არა აი დრიბლინგი დრიბლიორები მე მაშინაც ვახსენე იმ ვიდეოშიც ვახსენე დრიბლიორები არ ყავს ფინეთს არ არის საჭირო ფინე ერთადერთი ვისაც ძალიან ახლოს თელი მოედანზე ჭირდება ასე ვთქვათ ახლოს კაცის ყოფნა ეს არის მარკანენი დანარჩენი მათ არ ყავთ არანაირი დრიბლიორები საერთოდ უნდა ჩამოსულიყვნენ ბურთი ვისროლეთ ვერ ჩავაგდეთ ან ჩავაგდეთ არ აქვს შეიძლება პირდაპირ ყველა უნდა სასწრაფოდ მოდის უკან ჩვენს მოედანზე და აქ ხდება განაწილება ხალხის აქ ხდება ჯებირის აგება და აქ ზემოთვე რომ კი რა თქმა უნდა არის რისკი რომ იქ ასე ვთქვათ
სამწამიანში გაგვექცეს ვიღაცა და ჩავიდეს, ჩააგდებენ და ეს არ არის პრობლემა. ბევრს გონია რომ კალათბურთში არ უნდა ჩააგდებინო, კალათბურთში ეგრე ვერ იზამ, ჩაგიგდებენ აუცილებლად. შენი მიზანი უნდა იყოს რომ საბოლოოდ ვინ იგებს თამაში, იცით? ის კი არა ვინც ბაკარბურთებს, არა. ის ვინც ისვრის არ ააგდებს, არამედ ისვრის ისეთ სროლებს როგორც თვითონ უნდა. აი ამ ასეთ სროლებს მეც ვინც ისვრის ის. თუ შენ ისვრი ისეთ სროლებს როგორც გინდა, როგორც სიამოვნებელს, როგორც გაგეგმილი, შენ გაქვს მაღალი პროცენტი. თუ შენ ისვრი ისეთ სროლებს განაისეთებს, როგორც შენ გინდა და როგორც შენ გეგმავდი და რა კომბინაციებს გქონდა, არამედ ისეთი როგორი საშუალებაც მოხდა და როგორც გაიძულა სროლა მეტოქემ, მაშინ შენ გაქვს ცუდი პროცენტი. ეს არის. მეტი არა იმიტომ რომ ერთ თამაში მაშინ ამაგარი პროცენტი გქონდა, აქ რა გქონდა ცუდი პროცენტი იმიტომ რომ მაშინ ყველაფერი გამოგდიოდა და შეტევა გამოგდიოდა ისე როგორც გინდოდა და აქ არ გამოგდის შეტევა ისე როგორც გინდოდა. ეს არ არის ფეხბურთი რომ არ დაარტყმებინო კარში ფეხბურთში რო არის შენი მიზანი. აქ არ არის ეგრე. აქ არის უნდა ასროლო ცუდი სროლები. ასროლო ცუდი სროლები. მისთვის ცუდი სროლები. ამიტომ კი შეიძლება ამ დროს ბევრი გაგვეშვა უფრო სამწამიანიდან ქულები ვიდრე დაუშვათ ფინეთს ზოგჯერ აგდებს ხოლმე, მაგრამ თლიანობაში ამას შეიძლება შედეგი მოეტანა. კარგი, შედეგი აუცილებლად მოიტანა. თუ ფინეთს არ ასრულებს სამკულიანებს და აქცენტს გააკეთებდნენ სამწამიან, აქცენტს გააკეთებდნენ რა იძულებული იყვნენ სამწამიანში შეეგდოთ ბურთები, მით უმეტეს სამწამიანში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ ჩემი აზრით დაცვით არ გულისხმობთ. აი მაგალითად ბითაძეზე ამას წინათ საუბრობდი რომ მას ძალიან უჭირს აი ნურჭიცთან თამაშებს საუბრობდი მძიმე ცენტრისთვის ერთ-ერთზე დაჭერა, მაგრამ აი ეს გარედან შიგნით რო შედიან საფრანგეთის და ესპანეთისნაირი მოთამაშეები, აი შესრულებით ამ დროს დაცვა იმისი სამწამიანის ამაში ბითაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა. ის კი არა NBA-ში მაგაში შეიძლება ერთ-ერთი მოკებ კესლერი ჯობდეს, მე მგონი ბითაძეს. აი მასალა ბუზის საკლავი დგას და პატარა ვინმე შევიდეს. ეგრევე 2 მეტრიდან იქიდან არ მისული რო ისულო, მაინც დაგაფარებს მოგწდება. ხო და მოკლედ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ამაზე და ახლა კიდე მეორე იმას შევეხე, მე სწრაფად გადმოტანა და ჩვენების უკან ჩამოსას. კიდევ რატო იყო საჭირო ეს? ზუსტად იმიტომ რომ ეს მეორე ფაქტორი, წინ პასი გაქცევაზე არ გავიდოდა ამ შემთხვევაში. რა საჭირო იყო ვისვრით, ჩავარდა, არ ჩავარდა და იქვე ვაჯდებით ხელზე ყველა. ეს ძალიან მარტივია, რომ როდესაც შენ მოედანზე პრესის გეთამაშებიან, ამისი საუკეთესო გამოსავალი ერთ ბლოკი დაუდგეს, გაიქცეს ვინმე წინ ბლოკიდან და გადაუგდო იმას მარტივად. პირველი პასით. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ პრესის არ თამაშობდით, მაგრამ იმ მათ მოედანზე არის საჭირო, მათ ეგრევე აყვანა. უნდა ყოფილიყო სროლა, ხო, ვისროლეთ, ხო, ჩავარდა ან დავკარგეთ ბურთი პირდაპირ. შენ კაც კი არ ეძებ, გადადიხარ პირველ შენ მოედანზე, აი შენ მოედანზე უკვე ელოდები შენ კაც. შენ უნდა ჩაასწრო და იქ დაიჭირე. მანდ ნუ ეძებ იქვე. პირველ რიგში ჩადი, რომ უკან არავინ არ გაგექცეს და უკვე ბასტიონები უნდა ააგო შენი სამწახულიანი ხაზის მისადგომებთან. მოკლედ, ერთი სიტყვით, ჩემი მოსაზრებით აი ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული. მოკლედ, ორი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ყოფილიყო ამოცანა, მიცემული ჩვენი ბიჭებისთვის იყო ის, რომ პირველი სროლისთანავე, როცა ჩვენ ვუტყევთ ესე ვთქვათ. მეტოქეს როგორც გადაეცემოდა ბურთი, ანუ ჩავაგდეთ და იმიტომ თუ ვერ ჩავაგდეთ და მოხსნეს მათ ან რაღაცა წესი დავარღვიეთ და მათ გადაეცეთ ბურთი, სასწრაფ, ძალიან დისციპლინირებულად, კაცრად, სწრაფად დაბრუნება ჩვენს მოედანზე, რომ ჩვენივე მეურვე, ჩვენ ვისაც ვიჭერთ, ჩამოვასწროთ მათ და ჩვენსავე მოედანზე უკვე დახვედრა და რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ახლო თამაში პერიმეტრზე. ასვლები, გაცვლები პიკ-ენ-პაპის დროს აუცილებლად ასვლა და ძალიან ახლოდან აი მაქსიმალურად ხელის შესვლა, ჯარიმის ზღვარზე ხელის შესვლა სამქულიანების სროლაში. შეიძლება აქ ჯარიმები მოყოლოდა, მაგრამ არ აუჩვენს. თავარი იყო მათ გახურების, მაჯის გახურების საშუალება არ მიგვეცა. კი, უფრო მეც გაუშვებდით ალბათ ქულების სამწამიანიდან, მაგრამ მთლიანობაში მე მგონი ეს არ იქნებოდა ფინალებისთვის საკმარისი. სულ ეს იყო, მოგვიანებით შეიძლება კიდევ ერთი მოკლე ვიდეო ჩავწერო კალათბურთზე, სადაც შევეხები უშუალოდ უბრალოდ ინდივიდუალურად ჩვენ კალათბურთებს. შეიძლება ჩავწერო, შეიძლება არ ჩავწერო. ნახოთ.